მოგესალმებით ყველას ამ უნივერსიტეტში, რომელსაც ძალიან კარგი დასახელი აქვს და ამგვარად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თქვენთან საუბარი, არამედ ნახვა იმისა, რაც აქ ხდება, თქვენი აზრის მოსმენა. მე ნახეთ თქვენი ლაბორატორიები, ამოვედი ახლა ბატონ კახასთან ერთად. მინდა პირველ რიგში კახა ბენდუკიძეს უთხრა დიდი მადლობა იმისათვის, რაც ის აკეთებს. იმიტომ რომ ჩვენ ბევრი სხვადასხვა ადამიანი გვინახავს საქართველოში დაბრუნებული, წარმატებული ბიზნეს კარიერით, წარმატებული გაკეთებული სახელით და ბევრი მათგანი გამოადგა ქვეყანას. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე კარგი მამულიშვილო საქმე გააკეთა სწორედ კახა ბენდუკიძემ. ის იყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ყველაზე რთულ პერიოდში. შემდეგ წამოვიდა მთავრობიდან, მაგრამ განსხვავებით ბევრი ყოფილი მთავრობის წევრისგან თუმეტეს არ გაუგდია, ასე ვთქვათ, მაგრამ ხალხი ზოგიერთი არცხვები არ გაგვიგდია, მაგრამ ისინი გაბოროტდნენ, გამწარდნენ და ეს არის აბსოლუტურად თვითკმარი პიროვნება, რომელსაც არანაირი პრობლემა არ ჰქონდა სხვა საქმის კეთების და ძალიან დიდი საქმის კეთების. იმიტომ რომ ამაზე მნიშვნელოვანი საქმე, ვიდრე განათლების დანერგვა ჩვენს ქვეყანაში, ამაზე მნიშვნელოვანი საქმე, ვიდრე რეალურად ახალი სტანდარტების შემოტანა ჩვენ განათლების სისტემაში, ამაზე მნიშვნელოვანი საქმე ჩვენ არცეც არ აქვს. მე ვნახე თქვენი ლაბორატორიები ქვემოთ, სადაც სწავლობ ჩინურს, იაპონურს, არაბულს, თურქულს. მინდა გითხრათ, რომ ვიცოდეთ უცხო ენა. ეს არის ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ადამიანმა ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიოს. აქ არის ორი ხედვა, ერთი თავგასიებული რამდენიმე დღის წინ, რომელიც არხზე იძახო და 3000 წელი ქართველებს არ დაჭირებიათ ინგლისური და რაში უნდა დაჭირდეთ ახლა. არის ეს ხედვა, შენი ქვეყნის ისტორიის წარსულის და შენი ქვეყნის მომავლის. და არის მეორე, რომ ქართველები ყოველთვის იყვნენ ხალხი, რომელიც იყვნენ ცნობის მოყვარეები. კარგად რო წაიკითხავთ ვეფხისტყაოსას, ნახავთ, რომ მთელი სამყარო არის აღწერილი რეალურად. სამყაროს მიკრომოდელია, იმიტომ რომ როცა ხარ პატარა ქვეყანა, რომელსაც გინდა რომ წარმატებას მიაღწიო და რომელიც იბძვის არსებობისთვის და გადარჩენისთვის. შეუძლებელი არ იცოდე რა ხდება დანარჩენ სამყაროში და შეუძლებელი არ გინოდეს ამ სამყაროს ნაწილი იყო და ამ სამყაროს წარმატებული ნაწილი იყო მათ შორის. იმიტომ რომ თუ კარგად დააკვირდებით, ქართველები წარმატებულები იყვნენ ინდივიდუალურ ხარისხის მსოფლიოს მასშტაბით. აი ჩვენ ყველა ვიცით, მაგალითად ნადირაძე, რომლის გამოგონილ რაკეტებს გვესროდნენ ის ბარბაროსები, რომელიც იკაებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს. ჩვენ ვიცით კარგად და სხვადასხვა ახლა კიდე ერთი ქართველი დანიშნეს რუსებმა. ჩვენ კარგად ვიცით, მაგალითად ბევრმა ჩვენგანმა ქართველი შვილი, რომელმაც შექმნა საერთოდ პირველი საფრენი აპარატები ამერიკაში. ცალკე კატეგორია საფრენი აპარატების. მაგალითად მე თვითონაც ამასინათ პირველად გავიგე, რომ ვინ მოიგონა ვიდეომაგნიტოფონი. თანამედროვე ვიდეომაგნიტოფონი, ეს იყო ესეთი ჩეულოვი, ჩეულიშვილი, რომელმაც მოიგონა და დააპატენტა და შექმნა პირველი ვიდეომაგნიტოფონები ისტორიაში. ეს იყო ფრანგული ჩეულოვ ფრანგულად, მაგრამ რეალურად ევროპაში და ამერიკაში მოღვაწეობდა. და აღარ ვლაპარაკობ ქართულ სახელმწიფო მოღვაწეებზე, ქართულ მხედართმთავრებზე, ქართულ არქიტექტორებზე, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ნაკლებად ცნობილი ადგილი მსოფლიოში, რომელიც ნამდვილად არაფრით ჩამოვარდება ვენეციას, არის ისპახანი, რომელიც აშენებულია ალავერდი უნდილაძის, ალავერდი ხანის ხიდი, ნამდვილად პონტევეკიო უკეთესია ჩემი თვალსაზრისით და თელი ქალაქი არის წარმოუდგენელი. ესეც ქართველების ნიჭის განსაკუთრებული გამოხატულებაა. და ქართველები აღწევდნენ წარმატებას მსოფლიოში, მაგრამ საქართველოს უნდა მიაღწიოს ახლა უკვე წარმატებას მსოფლიოში. დადგა ეს ეტაპი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ მე აქ მოვედი იმის გამო გადავწყვიტე მოსვლა, იმის გამო რომ აქ ძლიერი ასევე ეკონომიკური და ბიზნეს განხრა, თუმცა მიხარია რომ ასევე იხსნება ფიზიკის ფაკულტეტი, არის ძალიან დიდი მოთხოვნა საინფორმაციო ტექნოლოგიებზე და მაგრამ ჩვენ საქართველოს 2 დღის წინ გამოცხადა ოფიციალურად ჩვენ გავხდით მსოფლიოს ჩემპიონები ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით. ბოლო მსოფლიო ჩემპიონები ჩვენ ვიყავით ძიუდოში, თავისუფალ ჭიდაობაში, მანამდე ქალთა ჭადრაკში, ამჯერად ჩვენ ვართ მსოფლიო ჩემპიონები
სოფლიო ეკონომიკური რეფორმების წარმოების კუთხით. ეს არის ოფიციალურად ease of doing business, ბიზნესის კეთების სიადვილე, საქმის კეთების სიადვილე სოფლიო მასშტაბით. სოფლიო ბანკის გამოკვლევა, რომელიც არის 178 ქვეყანას შორის სტარტდება, საქართველო გავიდა პირველ ადგილზე ბოლო 5 წლის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ არც ერთ სხვა ქვეყანას სოფლიოში. არც ერთ სხვა მთავრობას სოფლიოში. არ გაუკეთებია იმდენი რეფორმა, რათა გაუმჯობესებულიყო საქმის კეთება და ეკონომიკური სიტუაცია, ეკონომიკური შესაძლებლობები, სიტუაციას დაკლების არასწორი ტერმინია, შესაძლებლობები ხალხის უკეთესობისკენ, ვიდრე ეს გააკეთა საქართველოს მთავრობამ. ეს არ არის არც როგორც უყვართ საქართველოს მთავრობის პიარი, იმიტომ რომ ჩვენი ხელი არ მიგვიწვდება. ეს არ არის არც სინამდვილეთ რაღაც ტყუილის გასაღების ცელობა, იმიტომ რომ ნათლად წერია ბიზნესის კეთების სიადვილე. ვისაც ინგლისური 3000 წელი არ დაჭიროებია, შეიძლება ვერ წაიკითხოს, მაგრამ მათაც შეიძლება უთარგმნოთ. და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი და ძალიან დიდი შესაძლებლობა. ეს არის ძალიან მაგარი კარგი ამბავი. მეორე კარგი ამბავი, აგერ არის საინფორმაციო ცნობა, რომელიც მომაწოდეს, არის რომ საქართველოს მიეკუთვნება გაეროს ადამიანების განვითარების ინდექსით, ბოლო მოხსენებით. საქართველოს მიკუთვნებული აქვს 74 ადგილი, ეს არ არის პირველი ადგილი როგორც წინა გამოკვლევაში, მაგრამ 2005 წელს ვიყავით 96. 2009 წელს ვიყავით 99. 2009 წლის ჩათვლით საქართველო იმყოფებოდა საშუალო ადამიანური განვითარების ქვეყანათა ჯგუფში. აქ რამდენიმე კრიტერიუმი გულისხმობა: ხალხის შემოსავალი, ჯანდაცვის დონე, განათლების, სიღარიბის, თანასწორუფლებიანობის, გენდერული თანასწორობის, გრადი განვითარების, ადამიანის უსაფრთხოების ხარისხით. ჩვენ გადავიდით მაღალი ადამიანური განვითარების ქვეყანათა ჯგუფში. ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრცეზე ამ ქვეყნებს შორის გვისწრებს მხოლოდ ნავთობმოპოვებული ქვეყნები ამ ეტაპზე. და ჩვენ ვუსწრებთ ყველა სხვა ქვეყანას. თავისთავად ეს არ არის, ესეც კარგი ამბავია. მესამე ამბავი მაქვს ცუდი ამბავი, ბოლო სტატისტიკის დეპარტამენტის ციფრებით, ქალაქ თბილისში ნაწილობრივ და მთლიანად უმუშევართა რაოდენობა არის 30%. ეს პენსიონერების რაოდენობა გადავანგარიშოთ, ასე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით თითქმის ყოველი მეოთხე ადამიანი არის მთლიანად ან ნაწილობრივ დაუსაქმებელი. ეს არის კატასტროფულად მაღალი ციფრი. ამიტომ, როდესაც სოფლიო ბირჟებზე 10%-ით იმატებს ხორბლის ფასი, ქვილის ფასი, მე ავტომატურად ესა ისახება ხორცის ფასზე, წიწიბურას ფასზე, ბრინჯის ფასები ცალკე არის კიდე კატეგორია, სხვა პირველ მოხმარების პროდუქტები, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს იმდენად ძიმეთ ურტყავს იმ ხალხს, ვინც არის სოციალურად დაუცველი და ურტყავს სწორედ იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება ჯერ კიდევ რა ციფრებიც არ უნდა დავასახელოთ, არ არის სათანადო დონეზე, თუ რომ იაპონელისთვის პურის გაძვირება 10%-ით არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. უკვე ესტონელისთვისაც ძალიან ცოტა პრობლემას წარმოადგენს. საქართველოსთვის წარმოადგენს სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ არა ვართ ჩვენ განვითარების იმ ეტაპზე. რა არის აქედან გამოსავალი? ჩვენ ამ ფასებზე გავლენას ნაწილობრივ მოვახდეთ, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ შეგვიძლია რაღაცები მეტი მოვიყვანოთ, მაგრამ ისაც გავყიდით. ხა აზერბაიჯანში ხორცი ღირს $17. მოვიყვათ მე ხორცს, წავალ რაღაც ნაწილი ხორცის უცხოეთში. საზღვრებს ხო ვერ ჩავკეტავთ, ხო? ამიტომ ავტომატურად, როცა გვერდე ქვეყნებში იმატებს, შენ ქვეყნებში შენ როცა ვაწარმოებ, მაინც იმატებს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩვენი ცხოვრების დონე ავამაღლოთ, შესაძლებლობები მივცეთ ჩვენ ხალხს, ეს მოგცემს საშუალებას, რომ მომავალში მართლა ნევროზი არ დაგმართოს, რომელიმე ქვეყანაში ხანძარმა, წყალდიდობამ, სხვა ბუნებრივმა რაღაც კატაკლიზმა, პოლიტიკურმა რაღაც პრობლემებმა და რეალურად ვიყოთ მომავალში უფრო მეტად დარწმუნებულად. რანაირად შეიძლება ეს უმუშევრობა, რომელიც გვაქვს, თუნდაც საქართველოს დედაქალაქში, შევცვალოთ უკეთესობისკენ. საქართველოს აქვს 3 ძირითადი მიმართულება ეკონომიკის განვითარების, რომელიც უახლოეს წლებში მოგცემს ჩვენ გარღვევას იმისათვის, რომ შემდეგ 5 წელიწადში ნომინალურად ჩვენი ერთიანი სულმოსახლეების ჩვენი ნომინალური შემოსავალი გაორმაგდეს და გადავიდეთ უმაღლესი კატეგორიაში, ჩვენ ახლა გადავიდეთ საშუალო და მაღალ კატეგორიაში, არსებობს კიდევ უმაღლესი კატეგორია, სადაც არის ევროპის, დასავლეთ ევროპის ქვეყნები და საერთოდ ევროკავშირის ქვეყნები,
სადაც არის თქვათ ისრაელი და ასეთ ქვეყნები. რა არის ამისთვის საჭირო? ეს არის სამი სექტორი ჩვენი ეკონომიკის. ერთი არის ინფრასტრუქტურა, მეორე არის ტურიზმი და მესამე არის სოფლის მეურნეობა. ინფრასტრუქტურა, რა არის ინფრასტრუქტურა? ეს არის პირველ რიგში ენერგეტიკა, ესე იგი ჰიდროენერგეტიკა. ჩვენ ამ ბოლო თვეების განმავლობაში ვითვლით, დათვლილი გვაქვს, რომ ყოველგვარი ესე ზედმეტი რაღაცა რთული კონსტრუქციების გარეშე მეტიც შეიძლება იყოს, მაგრამ უახლოეს 7-8 წელიწად ჩვენ შეგვიძლია რეალისტურად 5 მილიარდი დოლარი მოვიზიდოთ ჰიდროენერგეტიკის განვითარებაში. 5 მილიარდი დოლარი ჩაიდოს საქართველოში ახალი კაშხლების, ახალი ტურბინების, ახალი საწარმოო სიმძლავრეების შექმნაში, ესე იგი ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში და ახალი ცოდნის მიღებაში ჩვენი ხალხისთვის. აი, არ ვიცი თქვენ ალბათ არაფერს არ გეუბნებათ სიტყვაზე სახელი ნენსკა. იცით რა არის ნენსკა სახელი? არა? ეგრეც ვიცოთ, დარწმუნებული არავინ ვინმე მიცის? ნენსკა არის ადგილი სვანეთში, სადაც მომავალ წელს ჩვენ გეგმავთ 600 მეგავატიანი დიდი ჰიდროელექტროსადგურის შექმნა, ნახევარის ენგურის ხელა. და ეს არის დაახლოებით 600-დან 800 მილიონ დოლარამდე მოზიდული ინვესტიცია. ხუდონი გაგვიგია, იმიტომ რომ ამაზე დიდი ხანია ლაპარაკია. რეალურად არის შანსი მომავალ წელს ბოლოსთვის 2012 წლის დასაწყისში მაგ ყველაზე გვიან დაიწყოს 800-დან მილიარდ დოლარამდე ხუდონში ჩადება, ესე იგი ეს არის შემდგომ დამატებით 800-900 მეგავატი, რომელიც შეიძლება ამ ჰიდროელექტროსადგურს ჰქონდეს. ამის გარდა იცით რომ ნაღმახონზე არის დამატებით მოგროვილი, უბრალოდ ხდება ახლა ფულის შეგროვება, ფანდრეიზინგის ეტაპზე ვართ. რეალურად ჩვენ გამოვიანგარიშეთ და უბრალოდ რაც კონსორციუმს დაახლოებით ესეც არის 700-800 მილიონ დოლარის ინვესტიცია დაახლოებით. ახლა კორეულ-თურქული კონსორციუმი არის იმ ეტაპზე, რომ ამ ფულის მობილიზაცია მოახდინოს და იმედია ამის შენებლობაც მომავალ წელს დაიწყება. რას ნიშნავს ახალი ხესების შენებლობა? ეს არის 100,000-მდე ყველა ერთად რომ დამობილიზდება და დასაქმებული ადამიანი მარტო შენებლობაზე. ეს არის ხალხი, რომელიც უნდა დასაქმდეს. აი, ვიძახით თბილისში მუშაობა ხო, ნამახვანში შენდება თბილისში როგორ უნდა დასაქმდეს. ერთი გზები კეთდება კარგი. მეორე სეთი, ეს არის მეორადი ბაზარი ხო, ფინანსური დაბაზარი, ეს არის ბაზარი, რომელიც ეხება სამშენებლო მასალებს, უბრალოდ სამშენებლო ტექნოლოგიებს. რეალურად ყველაფერი ეს აიაფებს შემდგომ, იმიტომ რომ საწარმოო სიმძლავრეები იწვება შენებლობის ფასს საქართველოს მასშტაბით. იმიტომ რომ როცა ახალი ბეტონის ქარხნები კეთდება, ახალი ცემენტის ქარხნები კეთდება, რეალურად ეს გვაძლევს საშუალებას, რომ სრულიად ახალი წარმოება მოხდეს ასევე საქართველოს მასშტაბით.